ფრანკფურტში წიგნის ბაზრობის მესამე დღე ზაზა ბურჭულაძის წიგნის ადიბასის საჯარო კითხვა და დისკუსია გაიმართა. ღონისძიების მოდერატორი ლაშა ბაქრაძე იყო. დისკუსიის დროს კითხვები საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების შესახებაც დაისვა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე უკვე შედგა 3 ქართული მწერლის წიგნის პრეზენტაცია. დღეს ანა კორძაია სამადაშვილი წარსდგება უცხოელი პუბლიკის წინაშე. ბაზრობა 18 ოქტომბერს გრანდიოზულად დაიხურება და წიგნის მოყვარულებს მომავალ წლამდე დაემშვიდობება. კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომ ჩვენ გავიტანოთ ქართული ლიტერატურა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა არ არის მხოლოდ გერმანული ბაზარი, ეს არის მსოფლიოს ბაზარი. აქ ძალიან სერიოზული საუბრები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ქვეყნებში, სხვა ენებზეც ითარგმნოს ქართული ლიტერატურა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაიცნონ. მე არ შემიძლია ბევრი რამ თქვა ქართულ მწერლობაზე, მაგრამ როცა თბილისში ვიყავი, რამდენიმე მათგანს გავეცანი. თანამედროვე ავტორებით აღფრთოვანებული ვარ. კარგი იქნება თუ თარგმანებით საშუალება მოგვეცემა უფრო მეტი ავტორი გავიცნოთ საქართველოდან.